საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ TV პირველს და მე ეკა ჩხეიძე პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღევანდელი ჩემი სტუმარი არის ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე. მიუხედავად პროფესიისა, თავად არ გამოირჩევა ინტერვიუებით. თუ არ ჩავთვლით გამლილ პროფესიულ გზას, მის შესახებ ბევრი არაფერი იცის საზოგადოება. მოკლედ, საინტერესო ადამიანი მყავს სტუმრად და შევეცდები მასზე იმაზე მეტი გაგაგებინოთ, ვიდრე ამ წუთამდე იცით. ვფიქრობ, კარგი და საინტერესო ეთერი გამოგვევა. მადლობა მანანა მობრძანებისთვის. როგორ ხარ? სალამი. მინდა გითხრა, რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ. ძალით მოგიყვანეთ? შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ აი, წარდგენაშიც ხომ თქვი, რომ ინტერვიუები არ მიყვარს. ესე იგი, ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ დამთავრდი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. შვენივრად გამოიყურება, მინდა გითხრა. სანამ საუბარს დავიწყებ, თის წყალი მინდა შემოგთავაზოთ. 0%-იანი ბრომატით მიირთვით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. თან ძალიან მნიშვნელოვან სიახლეზე მინდა ვუთხრა მაყურებელს. ბოთლის ეტიკეტზე გამოჩნდა წყალი მთის და საფეხბურთო კლუბ პარის სენ-ჟერმენის ერთობლივი ლოგო, რაც ამეთანხმები ძალიან საამაყოა. შენგი? ორი ბრენდი. სიამოვნო ამ სიცხეში. როგორ ხარ? მოკლე პასუხი მაქვს. ვცდილობ ვიყო კარგად. ვცდილობთ ყველა ვიყოთ კარგად. მოკლე და საინტერესო პასუხია. ვცდილობ ვიყო კარგად. მე ვიცი და მაყურებელიც ხედავს, პროფესიაში ხარ ძალიან აქტიური. საინტერესო ნამუშევარს თავაზობ მაყურებელს. მაგრამ აი ცხოვრების რა ეტაპზე ხარ შინაგან? ვიცი, ისეთი აქტიური აღარა ვარ, როგორიც ვიყავი, იმიტომ რომ პოლიტიკურ სფეროზე მუშაობ, საინფორმაციო მიმართულებით ხარ, ეს ყველაზე აქტიურია ჟურნალისტიკაში, ზეაქტიურიც, ესე ვიტყოდი. ახლა ასე არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ არანაკლებ საინტერესო თემას ვაკეთებ, აი ამ პოლიტიკურ და ნიუსებში დაკარგული ქვეყნისთვის, იმას რომ ვაცნობ ძალიან საინტერესო ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან და რომლებიც არიან კარგი მოქალაქეები, პროფესიონალები და საკუთარი საქმის ძალიან ესე მოყვარული ადამიანები, გადადებულები ამ საქმისთვის და ხშირად ადამიანებისთვის мотиваცია ხდება ასეთი ადამიანების გაცნობა. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც იდეა აქვს და ამ იდეას მიყვებიან. კი. და ქმნიან საკუთარ თავსაც და საკუთარ ბიზნესას და როგორც აღმოჩნდა ასეთები ცოტანია ეს არ ეხება მარტო ბიზნესს ეს შეიძლება იყოს მსახიობი რეჟისორი რომელმაც თვითონ შექმნა ყველაფერი საკუთარი თავით ხო მოიძია ფული თქვა დადგა სპექტაკლი რატომაც არა გააკეთა თეატრი დამოუკიდებელი სრულიად ხო ჭოლაც იყო ჩვენ კი იყო ესეთი გმირი ჭოლაც იყო ჩვენი გმირი იმიტომ რომ მანაც ნულიდან შექმნა სულ ყველაფერი ახალი თეატრი გააკეთა ფაქტიურად ხო დოიც იყო ჩვენი პერსონაჟი იმიტომ რომ სრულიად სხვანაირი თეატრი გააკეთა მანაც. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ისეთ სფეროში მუშაობენ, რომელიც ჩვენთვის უცხოა. აკლებად ჩანან, ხო? კი. მიხარია რომ ხარ. მიხარია რომ ხარ ამ სფეროში ისე. მანანა, სად არის შენი კომფორტის ზონა? სად გრძნობ თავს მშვიდად? სად გრძნობ თავს მშვიდად? ჩემს გარემოცვაში პირველ რიგში. უფრო ოჯახში თუ უფრო საქმეში თუ მე ისე ჩემს ცხოვრება ისე წავიდა ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რომ ვარ გამონაკლისი მე მგონი იმიტომ რომ სამსახურიც და სახლიც მაქვს ესეთი კომფორტული ზონა და სამეგობრო სხვათა შორის ამიტომ ამ ხრივ არაფერს არ ვუჩივი. ეგ ბედნიერება. ხო, და ამიტომ ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. პრინციპში ეს არჩევანი მას შემდეგ გავაკეთე, რაც აი უფრო ესე ვთქვათ აქტიური ჟურნალისტიკიდან როცა წავედი, აი მე უფრო მოვიდა ეს კომფორტის მომენტები და სიმშვიდის, როგორც ხერხდება ამ ქვეყანაში, რომ ცოტა სიმშვიდე გქონდეს. ეს ჩემი სიმშვიდეა, ჩემი სამსახურები და ჩემი სახლი და მეგობრები. სახლსაც შეეხება უნდა ვთქვა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ხშირად ხედავს სოციალურ ქსელში შენი ეზოს ფოტოებს, ბაღი, ხო, მოსავალი კი. ხო. მე როგორც ვიცი, ეს ყველაფერი არის შენი ხელით შექმნილი, ხო? კი, ეს ჩემი თერაპიაა.
ეს ჩემი თერაპია. მიწასთან ურთიერთობა. კი, მიწასთან ურთიერთობა, მცენარეებთან ურთიერთობა. ახლა უკვე დიდ დროს უთმობ და სხვათა შორის აი ბევრი რამ შეიცვალა ჩემში, მე დილით ადრე ვიღვიძებ ძალიან და ამიტომ დრო მაქვს. სამსახურში წასვლამდე ამისთვის დრო მრჩება. აი დღესაც ადრე ავდექი რომ რაღაცები გადამერგო, რაღაცები ჩამერგო, რაღაცები გამეკეთებინა. ეს თერაპია. მიწასთან ურთიერთობის სურვილი. ასაკმა მოიტანა თუ აი ამ საჭიროებამ, აი ამ დაძაბულმა. იცი, სადაც ვცხოვრობ, უკვე 20 წელიწადზე მეტია ვცხოვრობ, თავიდან როცა გადავედით, დიდი მიწის ნაკვეთი არა მაქვს, სულ რაღაცა 600 რაღაცა კვადრატია, მაგრამ თავიდან არ მქონდა ეს. მე ერთხელ ბაზარში მაჩუქა ქალმა ყვავილები და მითხრა რომ წაიღეო და მოუვარეო, მითხრა ძალიან კარგი იქნებაო და დამავიწყდა ეს ყვავილები საბარგულში ისე მედო და რო ამოვიღე ისე შემეცო და აი დამნაშავეთ ვიგზენი თავი და მაშინ ჩავრგე მივუსწარი, ჩავრგე და მე ყოველ დღე რომ გამოვდიოდი და ვაკვირდებოდი, აი ზრუნვის მომენტებიც გაჩნდა რა და ეს სხვათა შორის აი ჩემმა მძიმე სამსახურებმა მომცა ამის სტიმული რომ რაღაცა ისეთი მომენახა, სადაც განტვირთვას ვნახავდი. და ეს აღმოჩნდა ზუსტად ესე. და მე ბოსტანიც გავაკეთე, ჩემი პომიდორიც მაქვს, ჩემი კიტრიც მაქვს, ჩემი წვანილებიც მაქვს. ხო, ეს განტვირთვისთვის ძალიან მაგარი თერაპია ყო. მართლა? აიონზე შეიძლება ეგა. აი, სავსე მაქვს. მართლა? კი, გელი შემოგეჩვევაო და მცინიან, ისეთი ამბავია სახში. მართლა? უნდა გაუზიაროთ მე და შენ ერთმანეთს ესე იგი რაღაცა ცოდნა და ინფორმაცია. რაღაცები გაჩუქო. მეც. ხა. სამზარეულოში იყენებ შენს ბოსტანში მოყვანილ პროდუქტს. რა თქმა უნდა, დილით ადრე რომ დაკრიფავ იმას და შემოიტანდა მე რა თქმა უნდა. ჯანსაღი და სუფთა და რა თქმა უნდა. ნიტრატების გარეშე. კი, ეს სიამოვნება არის ხო ეს. მანანა როდის მიხვდი რომ ჟურნალისტიკაში გინდოდა ყოფნა? რამე წინაპირობა ქონდა ამას? სხვათა შორის არასოდეს არ მდომებია რომ ჟურნალისტი ყოფილიყავი. არ მქონდა ეს სურვილი. უბრალოდ როცა მუშაობა დავიწყე, აღმოჩნდი ჩემს სკოლაში. დედას ეშინოდა რომ შორს წავსულიყავი ძალიან. 90-იანი წლები იყო და ძალიან ბევრგან ისროდნენ, ბევრგან გატაცებაც იყო, მოტაცებაც იყო, დახვედრაც იყო, ასე შემდეგ და ძალიან შორს ვარ წავსულიყავი, აი ეს სკოლაში შემიშვა მასწავლებლად და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ბავშვებთან მუშაობა. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს იცით რა პერიოდია, როცა ნიშნებში ფული უნდა აიღო. როცა უნდა აიღო რა? ხო, იმიტომ რომ აი მაღალ ნიშანს როცა წერ, მასწავლებელი ამაში გარკვეულ გასამრჯელოს იღებდა საჩუქრის სახით, ან ასე ან ისე და მე-9 კლასში როცა გადავიდნენ ჩემი მოსწავლე ანუ ფულის გარეშე ნიშანს მაღალ ნიშანს არ წერდა. ან მასთან უნდა მომზადებული იყვნენ ეს მოსწავლეები და ბავშვები და მე და ჩემი უღლე ამერიკიდან დაუბრუნდით და დამხვდა ჩემი კლასი, რომელიც 4 წლის განმავლობაში მომყავდა სხვა მასწავლებლის ხელში, იმიტომ რომ მე-9 კლასიდან უკვე ეს აქტიურ იმაში გადადიოდა ქმედებაში, უკვე მე-9 კლასიდან ბავშვები ნიშნებს სხვანაირად უყურებდნენ, მშობლები უფრო სწორად და მე ამას ვერასოდეს ვერ გავაკეთებდი, ვიცოდი. ამიტომ ხო აი ეს ჩემთვის ძალიან ისეთი იყო, თან ძალიან პატარა ვიყავი ხა ამისთვის რომ აი ამ პროცესში შევსულიყავი და დავანებე სკოლას თავი. 1 წლის შემდეგ მივხვდი რომ უმუშევრობა არ არის ჩემი საქმე და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩემმა მეუღლემ მითხრა რომ აი ამ ერთხელ დაგეხმარები და სამსახურს მოგაძებნინებ, მაგრამ მეც მე შენ აღარ მოგეხმარები და ასე აღმოჩნდი სტუდია აუდიენციაში, ეს ძალიან საინტერესო სტუდია იყო, ბევრი პროფესიონალი მუშაობდა, განსაკუთრებით ოპერატორები, მემონტაჟეები, რეჟისორები და იქ მქონდა ჩაბარებული ჟურნალ-გაზეთები. რამდენიმე გადაცემა იყო, სხვადასხვა რუბრიკები იყო და აი ამ გადაცემებისთვის თემებს ვაგროვებდი და მე ვუნაწილებდი და აღმოჩნდა რომ 7 თვის თავზე ვიცოდი დედამიწის ზურგზე ყველაფერი თუ კი რაიმე ხდებოდა სადმე. ხო აი ძალიან ბევრი ინფორმაცია მქონდა და გიორგი შარაძე, არაჩვეულებრივი, უნიჭერესი ადამიანი, რეჟისორი იყო სტუდია აუდიენციაში და იმან მითხრა, ვიცი რა მიკროფონი უნდა დაიჭიროს, ხო არაფერიო რა. ლაპარაკი შეგიძლია, ყველაფერი იციო. ნუ არ დაუჯერე, იმიტომ რომ არ მაინტერესებდა საერთოდ. და ბოლოს ისე გააკეთა, რომ თვითონ დაიჭირა კამერა და ოპერატორი არ აყავს და ჟურნალისტიო და უნდა წავიდეთ რაღაც მასალა უნდა გადავიღოთო და მასწავლა როგორ უნდა დამდგარიყავი, ხელში როგორ უნდა დამეჭირა მიკროფონი, რა უნდა მეთქვა, რა უნდა მეკითხა, როგორ უნდა მეკითხა, კითხვა მოკლე უნდა ყოფილიყო, გრძელი არა. ბევრი რაღაცა მასწავლა ერთი სიტყვით პირდაპირ პრაქტიკაში. იქვე ადგილას და ეს პირველი გახსოვს, პირველი გადაღება. სერგო ქობულაძის გამოფენა იყო. კიდევ რომ დაბრუნდი მითხრა, რომ ხო არ ყოფილა რთულიო.
აი ესე მკრახელი შეიძლება ითქვას. მომეწონა, იმიტომ რომ გადაცემა დედაქალაქი იყო, თუკი თბილისში 90-იანებში რამე ხდებოდა, ყველგან იყო ეს გადაცემა და შესაბამისად ყველა საინტერესო ადგილას ხვდებოდით ჩვენც. შემდეგ ისე მოხდა, რომ დაიხურა სტუდია აუდიენცია, დავრჩით ისე და ჩემს მეგობარს გავყევი ტელევიზიაში ესე ეძახიან სინჯები, მაგრამ პრობებს ეძახიან. პირველ არხზე, ეხლა და საზოგადოებრივ არხზე უნდა ყოფილიყო მოამბისთვის წამყვანების შერჩევა და ვუთხარი რომ მე არ ვაპირებდი და წადი მეთქი შენ მეთქი და მარტო არ გამიშვაო და მეც წავყევი. იქ რომ მივედი, შენც დაჯექიო მინდხრეს. ესე აღმოჩნდი მეორე თუ მესამე ჩემი პრობებით და სინჯებით მესამე საფეხურზე ასე ვთქვათ. აი ისიც არ გინდოდა შემთხვევით. აი იღვალია ყველა დომებოდა ვინერვიულებდი რომ დომებოდა რაღაც აი გავედი აბსოლუტურად ჩვეულებრივად არანაირი ფიქრი არ მქონია რომ ან გადავიდოდი შემდეგ ხო საერთოდ არაფერი მსგავსი და ძალიან გამიკვირდა როცა დამირეკეს რომ იცი შენ გასული ხარო რამდენიმე ადამიანია დარჩენილი და აი აქ ხდება ყველაზე საინტერესო რამ ჩემ ცხოვრებაში. ჩემი კანდიდატურა ჩაიხსნა და თქვეს რომ ძალიან პატარას გარეგნობა აქვს და მის ნაცვლად სხვა აიყვანეს რა. ჩემზე უფრო პატარა იყო ასაკითაც და გარეგნობითაც. მაგრამ აი ამან მომცა რა თქმა უნდა სტიმული რომ და იმ ადამიანის მადლობელი ვარ. მაშინ რომ არ შემხებოდა ეს ასე მე შეიძლება ჟურნალისტიკას არც გავყოლოდი. ანუ ბრძოლა მოგიწია. ინტერესი გაჩნდა ხო რომ როგორ ესე იგი მე თუ გავედი. სხვა ჩამოყრიდა. ხო აი ეს მომენტები ჩემს ცხოვრებაში ხშირად იყო, როდესაც სადღაც გბლოკავენ, სადღაც გაჩერებენ და მაშინ ნდება ბლოკავენ. ხო, თან მით უმეტესად ჩემით თურმე რაღაცა შემძლებია. ამ ადამიანის დღემდე მეგობრობ მასთან, სხვათა შორის ბევრჯერ შემომთავაზა შემდეგ უკვე სამსახური თავად იმ ტელევიზიაში, სადაც ის იყო ხელმძღვანელი, მაგრამ მე აღარ დავთმე. ეს საინტერესო დეტალი იყო, რომელმაც ბევრი რამ მე პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში აღმოჩნდა. შემდეგ მოხდა ესეთი რამ, რომ იყო ესეთი არაჩვეულებრივი სააგენტო ინტერნიუსი. ეს იყო ამერიკული სააგენტო და აქ გავიარეთ ჩვენ მე არ მაქვს ჟურნალისტიკა დამთავრებული. არ მისწავლია 4 და 5 წლის განმავლობაში ეს პროფესია, მაგრამ აი მოვხდი ამ ინტერნიუში, სადაც ჩამოდიოდნენ BBC-ს მოქმედი, CNN-ის, Sky News-ის და ასე შემდეგ. თუ კი რაიმე სერიოზული იყო სამყაროში, ყველა აი ამ არხის ჟურნალისტები, ოპერატორები, რეჟისორები და გვიტარებდნენ საკმაოდ ისეთ საინტერესო სამკვირიან ტრენინგებს. მე მქონდა ოლივიე მიშელი იყო ესეთი ფანტასტიკური ფრანგი ჟურნალისტი, ახლაც არის, დღემდე მეგობრობ მასთან, რომელსაც ბევრი რამ მასწავლა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა და მითხრა რომ შენ გაქვს უნარი რომ იყო ჟურნალისტი და უნდა მიაწვე ამას. აი ეს მახსოვს რომ მითხრა. ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ადამიანი გეუბნება, რომელიც პროფესიონალია, მე ცოტა კრიტიკულად უყურებ ჩემ თავს ბევრ ამაში, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაცები არ შემიძლია, ჩემი საქმე არ არის. ამიტომ ჭკვიანი და პროფესიონალი ადამიანების სიტყვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ მაქვს ხო ეგ და აი ასეთ დროს ადამიანების სიტყვების მჯერა. ყველას არ უსვენ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც გააჩნია ვინ გეტყვის, რა თქმა უნდა. და აი მისი სიტყვები ჩემთვის ძალიან გადამწყვეტი იყო, რომ ამ პროფესიაში წავსულიყავი და აქ გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი და მათ შორის ჩემი ერთ-ერთი გადამცემის ხელმძღვანელი, რომელიცგან უამრავი რამ აქვს ნასწავლი და ვფიქრობ, რომ ქართულ ჟურნალისტიკაში თუ კი ვინმე არსებობს დღეს აი ჩემთვის ამ სახელი აი ამ როგორ ვთქვა ჟურნალისტი რასაც ქვია მართლა არის ნინო ჯაფიაშვილი რომელმაც შემდეგ ძალიან კარგი რეკომენდაცია გამიწია რუსთავი 2-ში აი მაშინდელ ძველ რუსთავი 2-ში ეს არის 2000-იან წლების დასაწყისი არ იყო ადვილი მოხვედრა მაშინ რუსთავი 2-ის მიკროფონი რო ეჭირა ადამიანს ხელში რა ვიცი მე მგონი მთავრობის წევრზე უფრო მეტი იყო რა ახსოვს კი და ეს იყო სერიოზული სკოლა და მაშინ იწყებოდა დილის გადაცემა რუსთავი 2-ზე აი საოცარი ადამიანები იყვნენ ჩემს ცხოვრებაში ვინც შემხვდნენ და ყველას მადლიერი ვარ გოგი გვახარიამ გამიწია რეკომენდაცია ამ გადაცემაში იმიტომ რომ
ჟურნალისტურ გამოძიებას ვაკეთებდით ინტერვიუში კინოსთან დაკავშირებით და შევხვდით და მითხრა რომ 20 წუთი მაქვს სულო. ჩვენ 3 საათი ვისაუბრეთ. და მე უკან შებრუნებულმა თქვა რომ ჟურნალისტი ვიპოვეო და მოვიყვანათო დილის გადაცემაში და ესე აღმოჩნდი რუსთავი 2-ში. ამ დილის გადაცემებში უნდა ყოფილიყავი დილაობით სადღაც ხან ზოოპარკში, ხან იპოდრომზე, ხან რა ვიცი, ხან სათხანსა და დილით უნდა მქონოდა ჩართვა სხვადასხვა ადგილიდან და ისევ კარგი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც მითხრა რომ სერიოზული ჟურნალისტიკა უნდა აკეთო. ეს არის ნიკა ტაბაკაძე. რა გინდა ზოოპარკშიო? ხო, არა, ეს კარგია, მაგრამ ეს არის გასართობიო მითხრა. შენ სერიოზული ჟურნალისტიკა უნდა აკეთო. 3 დღე ვტიროდი, არ მინდა, მე პოლიციაში ვერ წავალ, სიუჟეტს ვერ გავაკეთებ, მე კრიმინალზე ერთი სიტყვით მითხრა, ან რჩები, რასაც მე გთავაზობ, იმას აკეთებ, ან მიდიხარ. და ნიკა იყო პირველი მასწავლებელი, ვინც ნიუსების წერა მასწავლა. და ვინც მეუბნებოდა, ერთ ასეთ გადაღებაზე მიდიხარ, აი ეს სტანდარტი არსებობს. აი აქ მიდიხარ, აი ესეთი სტანდარტი არსებობს. და მითხრა რომ აი 6 თვე თუ გაძლებ რუსთავი 2-ში, ჩათვალე რომ ყველა კარი შენთვის ღია იქნება მე. მართლა ესე მოხდა. ხო, რუსთავი 2-ში მაშინ ერთწლიანი მუშაობა ნიშნავდა სხვა ტელევიზიაში გემუშავა 4 წელი. ხო. ხო. ბევრი რამ იქ ვისწავლე რომ ჯერ საქმეა და მე ყველაფერი დანარჩენი. იქ ვისწავლე რომ არა არ უნდა თქვა. არა და ვერა არ გამოდის. ხო. იქ ვისწავლე რომ ნიუსრუმში არც თამაშობენ, არც კომპიუტერში რაღაცეებს იმაშვებიან, ერთობიან. იქ ვისწავლე რომ უნდა იკითხო, უნდა ეძებო და უნდა იმუშაო. იქ ვისწავლე რომ 3 ადამიანი თუზის უკვე 15 წუთზე მეტი აგერ წოდებულ ბუფეტში ეს რაღაცა ხდება ბუნტია. ან დაიშალეთ. აი ჭორაობა, ეს ყველაფერი, თამაში, გართობა და რაღაცა ეს იყო საქმის შემდეგ. თუმცა ეს ითხოვდა უდიდეს რესურსს, იმიტომ რომ ყოფილა დღეები რომ უბრალოდ მივსულ ვარ სახში, გამომიცვლია და წამოსულ ვარ. ძალიან დიდი სკოლა გავიარე და მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც იქ ეს სკოლა გამატარა. მუდმივად ჩართული ხარ და მუდმივად ფორმაში. დილის გადაცემა ნიშნავდა ეკა რას იცი რომ დილის 7 საათზე უკვე უნდა ყოფილიყავი ტელევიზიაში. 10 საათზე ამთავრებდი, მე პატარა შეხვედრა იყო, მიდიოდი, 2 საათამდე გქონდა დრო. ამ დროის განმავლობაში უნდა დაგეძინა, გეჭამა, მოწესრიგებულიყავი, შენი საქმეები მოგეთავებინა და მე უნდა მოსულიყავი უკვე ისევ ტელევიზიაში. როდის წახვიდოდი სახში? არ იცოდი. და იყავი ყველგან. ღამის საათებში თუ კი რაიმე ხდებოდა. დიდი სკოლა გავიარე. ძალიან დიდი სკოლა გავიარე. აი ამ ყველაფრის მერე რაც მოყევი, მინდა ასეთი სიმბოლური თუ შაბლონური რაც გინდა ის დაარქვი, შეკითხო დაგესვა. ჟურნალისტის მთავარი პასუხისგებლობა რა არის? პასუხისგებლობა. სწორი ინფორმაცია და ამ სწორი ინფორმაციის სწორად მიტანა მაყურებლამდე შენი ინტერპრეტაციების გარეშე. ამას ჩემ სტუდენტებსაც ვასწავლი. რომ ნდობა უნდა მოიპოვო, მაგრამ შეიძლება მე ეს ნდობა, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში აშენე აგურ, ერთმა არასწორმა ამბავმა შესაძლებელია წყალში ჩაგიყაროს ყველაფერი. დღეს ამ სტანდარტის დაცვა ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია. მეც მაქვს ჩემ კოლეგებთან ძალიან ბევრი პრეტენზია, რატომ იცი, როცა ცოტა გვერდზე დგები, ოდნავ გვერდზე და შიგნით აღარ ხარ, აი ამ ნიუსურ ამბებში, გვერდიდან ცოტა სხვანაირად ჩანს რაღაცეები, იმიტომ რომ შენ როცა იქ ხარ და იქ იხარშები, გონია რომ იქ არის ყველაფერი. გარეთ არის ხალხის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ცოტა სხვანაირად უყურებს მოვლენებს. არ არის ისეთი ინფორმირებული, არ არის ისეთი ჩახედული, არ არის ისეთი ყურადღებიანი, არ არის ისე აქტიური. და თან სრულიად სხვა მენტალობის არიან ეს ადამიანები, სხვა ასაკის არიან ეს ადამიანები, სხვა შეხედულებების არიან ეს ადამიანები და ჟურნალისტის პროფესია როგორია იცი რომ განსაკუთრებით აი ტელეჟურნალისტის პროფესიაზე ვამბობ რომ პრაქტიკულად ყველასთვის გასაგებად უნდა ილაპარაკო. უნდა გაითვალისწინო და ხო, უნდა გაითვალისწინო რომ ამას უსმენს ყველა კატეგორიის ადამიანი და შენ აი ამ ყველა კატეგორიისთვის უნდა იყო მოარგო, კი და ვიღაცას ელაპარაკო რაღაცა სხვა ენით, ვიღაცას ელაპარაკო სხვა არ გამოდის. რთულია ძალიან და რთულია იმ გაგებით რომ დღეს ჟურნალისტები და ეს ვერტიკალიდან მოდის პირველ რიგში პასუხისგებლობა მათზეა აქციის ჯარისკაცებად. და
პირდაპირ დაყვეს მხარეებად. იმიტომ რომ შეხედავ სახელმწიფო ტელევიზიას იქ ოპოზიციის არავინ არ მიდის, ოპოზიციის მხრიდან არავის არ ეძახიან, უბრალოდ იქ დაუშვებელია რომ ვინმე შევიდეს ოპოზიციური აზროვნების კი არა, რა ვიცი, აი შეხედულება არ ქვია. თუნდაც ოდნავ სხვანაირად თუ ფიქრობს და სამაგეროთ ისინი არ მოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის კრიტიკულ მედიასთან, ხომ? შესაბამისად ჟურნალისტს უკვე ფუნქცია ეკარგება, ხომ? ის მედიატორი ამ ორ მხარეს შორის აღარ არის. და ის ელაპარაკება ან ერთ მხარეს აქეთ მხარეს, ან მეორე მხარეს. შესაბამისად დებატი ხო საერთოდ გამორიცხულია, კამათი ხო საერთოდ გამორიცხულია და ჟურნალისტის პროფესია ეს არის, ხო? მაყურებელი არის დაზარალებული. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბოლოს დებატები როდის მოისმინეთ? დებატები იყო მხარეებს შორის, ხო? ახლა მე და თქვენ თუ ერთ მოსაზრებაზე ვართ, ჩვენ სადებატო რა გვაქვს? ხო, რა კამათი არის ის რაღაც თემაზე როცა ვკამათობ და მივდივართ რაღაცა ჭეშმარიტებას არ ვიტყვი, მაგრამ რაღაცა სწორ გამოსავლამდე, ხო? რაღაცა ის რაც ასაც ქვია, ეს სწორია, ეს ნამდვილია, ასე უფრო უკეთესია, ხო? და იქ ამაზე არსად აღარ არის უკვე დებატი. ანუ ვერტიკალმა მოკლა ეს პროფესია და ჩემი აი ამ პოლიტიკური ჟურნალისტიკიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მე არ მინდა ვინმეს თამაში მივიღო მონაწილეობა. ეს ალბათ რომ გავიზარდე კიდევ უფრო კარგად დავინახე. არ მინდა არავის თამაში მივიღო მონაწილეობა. არაფრად არ მიიღეს. როდესაც კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს ან ლანძღავენ, ან ცუდად იხსენიებენ, სულ ვეკითხები ხოლმე, რომ აი თა რო იძახიან, აი ფულზე გაყიდულები ეს, ვეკითხები, რომ იცით ბოლოს ხელფასი როდის აიღეს? თუ დამთავრებულია კამპანია. იცით რომ კრედიტიც აქვთ, ოჯახებიც ყავთ და ხშირად ფეხით მიდიან სამსახურში. ხშირად ვერც მიდიან, იმიტომ რომ არ აქვთ ამის საშუალება. ვერც წარმოუდგენიათ. ვერ წარმოუდგენიათ, მათ იმდენად აქვთ ჩადებული ეს ყველაფერი, ვერ წარმოუდგენიათ. ჩემთვის ეს ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შენიშვნა მაქვს, ჩემთვის ეს ადამიანები დღეს არიან მართლა გმირებს არ ვიტყვი, მაგრამ მებრძოლები, ძალიან მებრძოლები და ძალიან თავდადებულები საკუთარი პროფესიისათვის. იმიტომ რომ როცა პინაზე მეორე მხარეს არაფერი არ დევს, არანაირი მატერიალური, ხო, არც ხელფასი, არც რაღაცა. ესე იგი, შენ რაღაც იდეისთვის იბრძვი. ხო? როცა შენ აქედან ვერაფერს ვერ ღებულობ იმისთვის, რომ თქვა, ცხოვრება მოიწყო, უკეთესად იყო, რაღაცა, ესე იგი, რაღაცა სხვა არის, რაც გამოძრავებს. და რის გარეშეც არ შეგიძლია. ხო. ცხადია. ვერ იტევს. ხო. პროფესიამ ბევრჯერ გადკინა გული? ხო, ამ პროფესიაში გულისკენის გარეშე წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია. ჩვენი პროფესიები ძალიან გვანან ერთმანეთს. ой, შევადარო. თეატრზე არ მომაყოლ. ხო, აი. კი. ტელევიზიაშიც თეატრით სავსეა ინტრიგით და გვანან და ხშირად ვამბობთ ხოლმე ჟურნალისტები კოლეგები, რომ აი ვინმეზე ვინც აი ამ ინტრიგებში არ გაიხლართა. რომ იშვიათობა, ხო, იშვიათობაა ძალიან. ძალიან. აი შეცდომას უშვებ ხო ხედა ვიღაცა იტყვის ახლა. იყო ასეთი ეპიზოდები? როგორ არის იყო? მაგალითად, როდესაც ხა ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ნუ აი რა იყო ახლა იტალიაში საკონსულო გაიხსნა და ნახევარი პარლამენტი და ხელისუფლება იქ იყო ჩასული და აქ რო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩამოსულიყო, ხო წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა. არა და უახლოეს წარსულში იყო ესეთი მომენტი, როდესაც ამ ქვეყანაში ჩამოვიდა მართლაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. აი ამ ვიზიტის დროს მე ვიყავი იმედშიც მუშაობდი და იმედის ტოპ ჟურნალისტებს ეძახიან, რომლებიც პირველ რეპორტაჟებს აკეთებენ საინფორმაციო გადაცემაში, ხო, გამოშვებაში. გამხსნელ რეპორტაჟი. კი, ხო, და მათ შორის ვიყავი და მე არ გამიკეთეს არც აკრედიტაცია, არც დამიშვეს საერთოდ ამ ბავში მონაწილედ არ მიმაღებიდეს მონაწილეობა. უშის ვიზიტზე ლაპარაკი, ხო, ამბობ, კი. სადაც აკრედიტაციას გადიოდნენ დაახლოებით 4-5 თვით ადრე. და ბოლოს, როდესაც ჩვენი ტელევიზიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა იკითხა წინა დღეს. რატომო? გადავხედეო ხაოსიასო, ვინ სად დგასო, როგორ დგას და მანანა სად არისო?
მაშინ გაახსენდათ სად იყო მანანა და მაშინ მე თქვი ვარი რომ არ მინდა აკრედიტაცია. ბევრი იყო ესეთი. ვიღაცის ინტერესში არ ვიყავი უბრალოდ. არა ვიცი ვის ინტერესშიც არ ვიყავი და ვინც ცდილობდა ამას. სხვა შე ტელევიზიაზეც წავსულ ვარ და წავედი ესე რომ ნახე ჩემი თავი რომ ბოლოში ვიყავე მიწერილი სულ ბოლო ნიუსზე რაღაცა. ნუ ვიხდი რომ ესე კი ამ ტელევიზიას არ ვჭირდები მეთქი და გამოვხდე ტელეფონი, საინფორმაციო უფროს უთხარი რომ მივდივარ, უხმაუროდ წამოვედი და როცა იკითხეს რომ არა არ წავიდოდაო, არ უჩხუბიაო. ჩხუბი ჩემი საქმე არ არის. და როგორ უმკლავდებოდი ამ ინტრიგებს ესე წასვლი? იცი რა, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ რომ მე რა შემეძლო. და რომელსაც ჭირდებოდი როგორც ჟურნალისტი. ამიტომაც მათ მოახერხეს ის რომ დამაბრუნეს. გიორგი თარგამაძე იყო ესეთი, რომელიც ჩემი ზურგი იყო ყოველთვის. არაჩვეულებრივი უფროსი იყო. ასეთი უფროსი მე მგონი ტელევიზიებში არის განსაკუთრებით საინფორმაციოებში ისეთი სტრესია, რომ იქ ადამიანები ხშირად ისეთ უნარებს ამჟღავნებენ, რომელიც წესით ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ არის. იქ რაღაცა საოცარი კორიანტელია, სიტყვების, გინების, ასე შემდეგ, როცა წუთი წუთზე წამზე უნდა გავიდე შენი რეპორტაჟი, ხო? ამიტომ იქ რაღაცა სიტყვიერი შეურაცხყოფები ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. ხო, ისე გავიარე რომ არსოდეს არც რუსთავიორში და არც იმედში არ მქონია. გიორგი თარგამაძე იყო ადამიანი, რომელსაც ეს სიტყვა როგორ გიხარ. აი ყველაზე პრიმიტიული ხა სალანძღვეზე დებილო სიტყვა არ უთქვამს არავისთვის. აი ამ წარმოუდგენელ სტრესში. ამიტომ გიორგი იყო ხშირად ჩემი ზურგი, რომელიც ასეთ პერიოდში გამოჩნდებოდა ხოლმე და იტყვა, არა, შენ უნდა დაბრუნდე. არა, იმედში უნდა იყო ახლა შენ. ბევრი იყო ასეთი. და შენ ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა მოგიწია პროფესიიდან წასვლა. აი ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. ეს მტკივნეული მომენტი იყო და დიდხანს არ მინდოდა რომ წავსულიყავი. ეს იყო 2009 წელი. იმედში მუშაობდი. თავარი გამოშვება, თავარი საინფორმაციო მიმყავდა. მანამდე საინფორმაციო უფროსიც ვიყავ. სხვა შეს მე მგონი ალბათ საინფორმაციოს უფროსების ისტორიაში შეიძლება ითქვას, რომ ალბათ ერთადერთი ვარ, მე მგონი, არ ვიცი, ვინც თავისინებით წავიდა. არასოდეს არ მდომები არაფრის უფროსობა და არასოდეს არ მიყვარდა ადამიანების ასე ვთქვათ, აი დასაქმება განკარგვა და აი უფროსობა ჩემი საქმე არ არის. არ არის ჩემი საქმე ეს რა და მაგრამ მაშინ ესეთი პერიოდი იყო, მაშინ ესე მითხრეს, რომ იმედი ახლა დარბეულია და შენ როგორც ძველ იმედელს ყველაზე მეტად მიგიღებენ. ძართული გადაწყვეტილება იყო მისვლა, ძართული გადაწყვეტილება იყო ეს იყო დარბევიდან 1 წლის შემდეგ 7 ნოემბრის გაკეთება. ეხლა ვიღაცები რაღაცას რომ ეძახიან ხოლმე, რომ აი სად იყავი 7 ნოემბერს რაღაცა სად იყავი 7 ნოემბერს რუსთავი 2-ის მიკროფონით ვიდექი და ვაშუქებდი ზუსტად ისე, როგორც ხდებოდა და როგორც იყო ყველაფერი და მაყურებელმა მაშინ რუსთავი 2-ის ეთერიდან გაიგო რა მოხდა იმედში. 1 წლის თავზე, როდესაც გაიხსნა იმედი და 7 ნოემბრის 1 წლის შემდეგ გაკეთება მოგვიწია აი ამ თარიღთან დაკავშირებით მაშინდელი მოვლენების, ჩვენ ზუსტად ისე ავსახეთ, როგორც იყო ყველაფერი და მეორე დღეს წავედი საინფორმაციო უფროსობიდან. გაგიშვეს თუ წახვედი? არა, მეცნ წავედი. ესე ვიცოდი, რომ გავაკეთებდი 7 ნოემბერს და მერე წავიდოდი. ალეკო ფარულავა მედგა გვერდზე ძალიან მაგრად აი მაშინ ისიც იმედში მუშაობდა და ერთად გავაკეთეთ და ერთად მოვიფიქრეთ, როგორ უნდა ყოფილიყო 7 ნოემბერი. აბა ეხლა გაბედოს უნდა გააკეთოს ესე. მართლა ვამბობ, ეს არის ის მომენტი, ძალიან ბევრჯერ შემცხვენია ჩემი თავის და მიფიქრია, რომ აი როგორ არის ჩემზე უფრო მაგარი სხვა, როგორ არის ჩემზე უფრო ძლიერი სხვა, მაგრამ მქონია მომენტები, რომელიც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, როცა მიფიქრია, რომ ანანა, ეხლა შენ სწორად მოიქეცი. აქტიურ ჟურნალისტიკაში უფრო დიდი ტემპი იყო თუ იქ, სადაც გადაინაცვლე? ერთნაირი. სხვათა შორის, როდესაც შემოთავაზება მივიღე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ვარი ვთქვი, თითქმის მთელი თვენახევარი, ასე ვთქვათ, ვიყავი ვარზე.
მიხეილ სააკაშვილსაც შევხვდი და უთხარი რომ არა მეთქი. მაგრამ ნუ ბოლოს ესე გამოვიდა რომ დავთანხმდი და არ გამიჭირდა იმ გაგებით რომ ნიუსების ტემპი და ცხოვრების რიტმი და პრეზიდენტის რიტმი იყო ერთი და იგივე. ის რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მესამე სწრაფი რაღაცა ცვლილებების მარტი გადაწყვეტილებები ღამე ძილია არა იმიტომ რომ ღამითაც რაღაცას აკეთებდი უცებ რაღაცეების ცვლილებები უამრავი აქტივობები ამან აი ეს არ გამიჭირდა იმიტომ რომ ამ ტემპს შეჩვეული ვიყავ ეს ნიუსებშიც ასე იყო ხო ეს აბსოლუტურად სხვათა შორის უფრო გამიჭირდა როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდა და გადავედი 7 რეჟიმში. ეგ პასიურობა იყო, ხო. ეხლა სულ ფიქრობ, რომ წარმოვიდგენ ჩემ თავს, როგორ ვაკეთებდით აი ამ ტემპით როგორ ცხოვრობდი, მე თვითონ ჩემი თავის მიკვირს. წარმოუდგენელია. ეხლა ვერაფერს ვერ გავაკეთებ მსგავს. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი. კი ბატონო. ეს იყო ალბათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იყო. შეიცვალა ცხოვრების რითმი, დღის წესრიგი, განრიგი. შეიცვალა პირველ რიგში ის რომ მე არ ვიყავი ჩემი თავის წინაშე მხოლოდ პასუხისმგებელი. მე ესეთი რაღაცა მქონდა რომ მე მანენა მანჯგალაძე კი ვიყავი, მაგრამ ვიყავი ამ ადამიანის პრეს-სპიკერი. მე რომ რაიმე შეცდომით გამეკეთებინა, არავინ არ იტყოდა რომ მანენა მანჯგალაძემ არ გააკეთა. იტყოდა რომ იქ ადმინისტრაციაში აი მიხეილ სააკაშვილთან ამას ეს და ეს მქონდა ძალიან ჩამჯდარი ტვინში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თხოვნა, ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც მოდიოდა და ისეთ რაღაცას გთხოვდა, რომელიც შენს ძალებს აღემატებოდა, უბრალოდ ვერ აკეთებდი, შენ არ იყავი ამის უფლებამოსილი, რომ ეს გაგეკეთებინა და ამ ადამიანებს არ ჯეროდათ. შენ ახლა მასთან იყავი, ესე იგი ყველაფერი. ამიტომ თავარი რაც იყო პირველ რიგში მივხვდი იმას, რომ აბსოლუტურად სულ ყველასთვის უნდა მომესმინა. მოსმენა იყო ნახევარი საქმე. აი ეს ადამიანი საკუთარ გულის ნადებს, საკუთარ დარდს და ტკივილს რო გეუბნებოდა და ამაში ხანდახან შეიძლება 3 საათი წასულიყო, უკვე კმაყოფილი იყო, იცი რომ მოусმინეს. ეს ცალკე ამბავია შეგეძლო. არ გამოვა მერე. გააკეთებდი თუ არ ეს როგორ აუხსნიდი კიდე ცალკე თემა იყო, მაგრამ რომ არ მოგესმინა და ხო, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამას მივხვდი რომ ყველასთვის უნდა მომესმინა ის რომ მე ამას ახლა ვერ გავაკეთებ და ვერ მოусმენ და ეს ჩემი საქმე არ არის, ეს გამოვრიცხე. იმიტომ ჩემი საქმე არ იყო, მე არ ვიყავი გადაწყვეტილებების მიმღები პირი, ხო? შესაბამისად, ესეთ რაღაცები არ მევალებოდა. მაგრამ ადამიანებს ჯეროდათ რომ რახან შენ იმ შენობაში იჭექი იმ ადამიანთან მუშაობდი, ესე იგი, ყველაფერი ხელგეწიფებოდა და მოდიოდა ყველანაირი თხოვნა. აი, მოსმენა იყო ნახევარი საქმე. და არ მელაპარაკებოდნენ როგორც მანანას, იცი ეგა? აი ხა ერთ-საოცარ რაღაცას მოგიყვება. გელაპარაკებოდნენ როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელს. აი ერთ რამეს გეტყვი ხა რომ ეს ძალიან აუხსნელი იყო ჩემთვის და ეხლაც აუხსნელია. მიშამ გადაწყვიტა რომ კამერების გარეშე ევლო ხალხში. არანაირი კამერა არ ყოფილიყო, წასულიყო აი ამ შეხვედრებზე, სადაც აი მთელი корпуსი ჩამოდიოდა, დასახლება მოდიოდა, იქ ზოგს ნარცე თამაშებოდა, ბირჟაზე ჯდებოდა, ყავას ერთად სვამდნენ, ანჩაის გამოიტადნენ. აი რაღაც ისეთ უბნებში ვიყავ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვარ გაზრდილი და დაბადებული, ეგეთი უბნები თუ არსებობდა არ ვიცოდი და თან ჩემი მიკროფონით ახლა ყველგან მქონდა, მეგონა ყველგან ვიყავი ნამყოფი, ხო? ეს ხალხი ჩამოდიოდა საათობით არა, მაგრამ აი როგორც კი სხვა კამერა გამოჩნდებოდა, უბრალოდ კამერა მოვიდოდა, გაიგებდნენ რომ პრეზიდენტია მოსული, მაშინვე უკვე ალაგდებოდა სულ ყველაფერი და მივდიოდით და მიშა იყო უკმაყოფილო ამ შეხვედრებით, იმიტომ რომ აი ადამიანი რომ მოდის შენთან, ხანდახან 20 წუთი ან ნახევარი საათი არ ყოფნის სასაუბროდ, ხო და იქ უამრავი ადამიანი ირევა. უკმაყოფილო რჩებოდა ბევრი, იმიტომ რომ მას არ დაუსწრო, ხო? და ესე იგი არ იყო ის შედეგი. და მაშინ თქვა რომ ვიღაცა უნდა წავიყვანო, ვინც ასოცირებულია ჩემთან, ვისაც ასევე მოუყვებიანო რაღაცას და ძალიან ჩუმაწყნარად ვზივარ ჩემთვის და მანანა წამოვაო, თქვა, ნუ ვაი, ხა რა უნდა გავაკეთო მე ვთქვა, მოусმინეო და რასაც გეტყვიანო ეს ყველაფერი ან ჩაიწერი, ან წერილად წამოიღეო. აი როგორ გითხრა, პარკები მოგქონდა თხოვნების და იქ იყო ესეთი შემთხვევა, რომ
რაღაცა ყოფითი თხოვნები აი როგორ იცი რომ წამლის ფული, სწავლის ფული, წყალს სახურავიდან წყალი ჩამოდის. ყველანაირი პრობლემა იყო. ავა ტყავს ბავშვი, ქმარს რაღაცა დაემართა, უმუშევარი. ყველანაირი პრობლემა იყო და სხვათა შორის ეს წერილები ხარისხდებოდა მერე ჩვენთან და ამას ძალიან მკაცრად კითხულობდა მიშა რომ აბა იქ რა ხდება. აი წერილზე მას უშუალოდ თუ ვინმე რაიმე უთხრა და გადასცა ეს ხო ახსოვდა და მერე იმის მოკითხვა ყოველთვის იყო. რომ შესრულებადია თუ შეუსრულებადია, ხო? და აი ეგ იყო ძალიან უცნაური რაღაც. თავიდან მეგონა რომ ნუ რაღაცა აერია ადამიანს, მაგრამ ეს მოხდა რამდენჯერმე, როცა მოვიდა ჩემთან ადამიანი და მიყვება რომ ასეთი პრობლემა მაქვს, აი ეს არ გვაქვს, ეს გვიშლის ხელს რაღაცა და ქალბატონო მიშა მითხრა. როგორ? ეს ძალიან უცნაური იყო, იცი რაღაც ვერ აღხსენი. მეორე დღეს ისევ გავედით იგივე მითხრა სხვა ადამიანმა ქალბატონო მიშა რომ მოხდი უთხარი კიდევაც რომ მეთქორე ესე მომართეს მეთქი იცი და ვერ მიხვდი მეთქი ეს რას ნიშნავს თქო რა ეხა ნუ ეს ნიშნავს იმას რომ ასოცირდები შენ მასთან ძალიან უცნაურია ძალიან უცნაური იყო ხო ძალიან ხო ნუ თან ეს ის პერიოდია როდესაც უკვე მისი პრეზიდენტობის არა აღმავალი არამედ დაღმავალი პერიოდია ხო და როცა გადაწყვეტილება მივიღე, ვიცოდი რომ რთული პერიოდი იქნებოდა, რთული გამოწვევები იქნებოდა, რთული დღეები იქნებოდა ძალიან, მაგრამ მაშინ მქონდა ეს ამოცანა, რომ რახან აქ მიდიხარ, ესე იგი ბოლომდე უნდა გაუძლო. და კიდევ ერთი ძალიან ხშირად მეკითხებიან, რომ აი რატომ წახვედი? აი 7 ნოემბერი გაქვს გაკეთებული, ხო? აი სხვადასხვა კრიტიკული რეპორტაჟები მაქვს გაკეთებული და სიუჟეტები, განსაკუთრებით დროებაში, განსაკუთრებით ქრონიკაში, ხო? მაშინ კრიტიკული ტელევიზია ერქვა. რატომ წახვედი იქ? ერთადერთი მიზეზი მაქვს და ეს მიზეზი ყველაფერს ხსნიდა და ხსნის დღესაც. იდეის გულისთვის. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იდეის გულისთვის იბრძოდნენ, ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. რაც არ აქვს დღევანდელ ხელისუფლებას. იდეა რომ ეს ქვეყანა განვითარებულიყო და ეს ქვეყანა წინ წასულიყო და ეს ქვეყანა გამოსულიყო აი მოჯადოებული წრიდან, რასაც ერქვა რუსეთის გარემოცვა და საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები. აი ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა. და ყოფილიყავით ჩვენ როგორც ერთი დამოუკიდებელი, შემდგარი ქვეყანა რა ვიცი, ევროპის ნაწილი, სადაც ჩვენი ადგილი იყო. არა ის, რომ რაღაცა შევხიზნულიყავით ან რაღაცა ის ქონოდა, რაღაც იდენტობა დაგვეკარგა, არა, კურსი და სტრატეგია ქონდა ამ ქვეყანას სწორი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ყველაფერი მომწონდა. რა დროს ატარებდი მასთან? რთულია მასთან ურთიერთობა, რთული იყო, რომ ბოლოს ხელისუფლების წევრები ხალხში გასული როდის ნახეთ. აი ეს სიტყვა მითხრა მახსოვს და მე მეგონა რომ მეძინა. არ უნდა ვლაპარაკობდი ამას აჯაროთ, მაგრამ სხვანაირად ვერ ვაგონებ ამ ადამიანებს, ხომ და კომუნიკაცია აღარ არსებობს. რა დროს ატარებდი მასთან? რთულია მასთან ურთიერთობა, რთული იყო როგორც პიროვნებასთან. იცი რა, ჟურნალისტობის პერიოდში არ იყო რთული, როცა ჟურნალისტი ვიყავი. მაგრამ როცა პრეზიდენტი გახდა, ეს არ არის მარტივი ადამიანი. ეს არ არის მარტივი თუნდაც იმიტომ, რომ რაღაცას რო ვითხოვდა, კი არ ითხოვდა, რომ აი ზეგ გასაკეთებელი საქმე, დღეს რო დაგავალებდა, ზეგ უნდა გაგეკეთებინა, გუშინ უნდა გაგეკეთებინა ეს. ტემპი უნდა გქონოდა და აუცილებლად ამ ტემპს უნდა აყოლოდი და ის რაც კარგი იყო, ამის თანამონაწილეც უნდა ყოფილიყავი და თანაზიარიც. რა თქმა უნდა, თანაზიარი უნდა ყოფილიყავი ბევრი რაღაცის, რომ ეხლა როგორ შეიძლება რომ არ ხარ თანამოაზრე და იქ ხარ, ხო? არა, ვარ, ბევრ რაღაცაში მისი თანამოაზრე ვიყავი და ვარ. მე ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა რომ დღეს სხვანაირია, აი დღეს ვიკა ბუკიას ქონდა გამოკითხვა ხალხში და ვიღაც კაცი ეუბნებოდა, რატომ უნდა წავიდეო აქ, იცი, ერთ დღეში კეთდებაო ბიზნესიო, ყველაფერი დაარეგისტრირესო, ყველაფერიო საბუთები მოვაგროვეო რაღაცა. აი გამიჩნდა კითხვა, რატო არ კითხე ვიკა, რომ ეგ როდის მოხდა, რომ ყველაფერი ერთი საკრი, ერთი ფანჯრიდან შეგიძლია გააკეთო, როცა ყველა უწყებაში ფული არ გაქვს დასარიგებელი. პროგრამა იყო ერთი ფანჯრის პრინციპი. ხო. ჩვენ მოკლე მეხსიერება აღმოგვაჩნდა განსაკუთრებით პოლიტიკური. მე არ ვამბობ იმას, რომ შეცდომები უნდა დაივიწყო. არა.
მაგრამ 12 წელი ამ შეცდომებზე არ უნდა ილაპარაკო, წინ უნდა გაიხედო. ამით არ უნდა მოცხოვრო. თუ გინდა შენ რომ არ იყოს ამ ქვეყანაში პოლარიზება და რო იძახი რომ არ მინდა რომ სიძულვილის ენა იყო რა ტელევიზორს ჩავხთა რაღაცა კომისიები რო არის სიძულვილის მეტი არაფერი არ ისმის საათობით და თუ ვერტიკალიდან არ მოდის რაღაცა სიმშვიდე და როგორც თვითონ ამბობენ სიყვარული და ყვავილებს იქიდან არ გვესვრიან ბოდიში მაგრამ პირიქით იძაბება რა თქმა უნდა მანენა ამბობენ რომ ერთ-ერთი იყავი იმათ შორის, ვინც მასთან საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებდა, ასეა? ჩემი მიმართულებით კი. რეაქცია როგორი იყო? ძალიან ადეკვატური. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ძალიან ადეკვატური. უბრალოდ უნდა დაგემტკიცებინა, რატომ არა. არგუმენტი უნდა გქონოდა. ერთხელ ლონდონში იყო თვითონ წასული და დამავალა, რომ ბრიფინგი უნდა ჩამეტარებინა, არ ვიტყვი რა თებაზე. და ჩავთვალე, რომ ეს არ იყო ჩემი სათქმელი. ჩავთვალე რომ ეს საერთოდ არ იყო სათქმელი. და ვთქვი რომ არ ვიტყვი მეთქი. არ ჩავატარებ მეთქი ბრიფინგს თქვა. მეორეჯერ თვითონ არ დაარეკა, მაგრამ დაარეკინა ჩვენს თანამშრომელს. ხო ემზადებაო ბრიფინგისთვის და არა მეთქი უთხარი. მესამეჯერაც დამირეკა რომელ საათზე აქვს ბრიფინგიო და არ მაქვს მეთქი ბრიფინგი. მე თვითონ მითხრა რომ რატომო? და ვთქვი რომ ეს მე არ ვიქნები. და ამ განცხადებას შესაძლებელია თქვენს მიმართ რაღაცა უკუ რეაქცია მოყვეს. ამიხსენიო რატომ მომითხრა? ავუხსენი. ოკეი, მიიღო. კი. ესეთი რამდენიმე შემთხვევა იყო. და ჩვენი სამსახური ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი იყო ჩაკეტილი სამსახური, ძალიან დახურული სამსახური იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, მიშადგანაც მოდიოდა და ადმინისტრაციის უფროსიც ყავდა ისეთი, რომელიც შიგნით განსხვავებული აზრის გამოთქმის საშუალებას გაძლევდა. და ეს განსხვავებული აზრი ხშირად ძალიან კრიტიკულიც იყო. თავარი ეს გარეთ არ გასულიყო. და დასაბუთებული ყოფილიყო. დასაბუთებული ყოფილიყო, კი. კამათი თუ მოხსულიათ მიშასთან? არა, კამათით არა. არა, თუმცა კი. თუმცა კი, მაგრამ ეს არ არის მოსაყოლი. ხო. კი. ანუ არის ისეთი საკითხები, რომელსაც არ ყვები და არასდროს არ მოყვები. თავისთავად, რა თქმა უნდა, ხა, როდესაც ასეთ ადგილას მუშაობ, იქ ბევრი რაღაცაა ისეთი, რომელიც შენ მიყვება. აუცილებლად. როგორ ფიქრობ? სად დაუშვა მან თავარი შეცდომა? შენი აზრით? ხო, მიშა არის ადამიანი, რომელსაც აქვს წარმატებების კასკადი და შეცდომების კასკადიც. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ადამიანებს, ვინც მის ირგვლივ იყვნენ. იყვნენ ადამიანები, რომლებიც როცა თავის იდეებით სადღაც გაფრინდებოდა ხოლმე და საოცრებებს იდღო და მიწაზე სვამდნენ. ასეთი ადამიანების ყოფნა მიშას ირგვლივ ყოველთვის საჭირო იყო და ახლაც საჭიროა. დასახელება შეიძლება ამ ადამიანების? არა, არ გვინდა. ესენი ბევრნი კი არ იყვნენ, მაგრამ იყვნენ ძალიან ისეთი კომპეტენტური და ძალიან საღადმოაზროვნე ადამიანები. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრი მათგანი შემდეგ აი ესე რაღაცნაირად ვიღაცაებმა გამოხშირეს. იმიტომ რომ იცით რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა და პრობლემა? მაამებელი ადამიანები რჩებოდნენ მის ირგვლივ. და ეს ძალიან ცუდად მოქმედებდა. და კრიტიკა, ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოთახიდან ხშირად გამოდიოდა ჩხუბის ხმაც, კამათის ხმაც და მეორე დღეს ხვდებოდი ვისთან ერთად იყო, იმიტომ რომ ხმა ქონდა ჩახლეჩილი უბრალოდ იმ ადამიანს, ხო, იმასაც. ხო, ეს კამათი და ეს ყოველთვის იყო. იქ არ იყო, რომ მიშა იტყოდა და всё, დამთავრდა ყველაფერი, ის ისე უნდა ყოფილიყო. არა, იქ სერიოზული კამათი იყო და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ კამათში ღებულობდნენ მონაწილეობას. ანუ ის რომ მას ვერავინ ვერ უბედავდა შეწინააღმდეგებას მითია, ხო? მითია, ეს მითია. ეს მითია, შეწინააღმდეგება ყველა შეეძლო, თუ კი არგუმენტირებული იყო ეს ამბავი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა დროს ეტყოდი შენ მას, როცა არ იყო რაღაცაში ჩართული ძალიან, რაღაცით გატაცებული ძალიან, აუცილებლად, იმიტომ რომ მე კვირაში ერთხელ შევდიოდი ხოლმე და ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან მოდიოდნენ და მოქონდათ აი ეს უამრავი თხოვნა და უამრავი პროექტი შემქონდა მასთან. და ვუყვებოდი ამის შესახებ. ძალიან ხშირად იყო ესეთი რაღაცა, მაგრამ აი როცა შევსულა, მიგრძნია რომ ან არ მისვენს, ან სხვაგან არის, ან სხვა რაღაცაზე ფიქრობს. და ეხლა არ ღირს. ეხლა არ ღირს ამაზე ლაპარაკი, იყო ესეთი მომენტი. და ხანდახან ყოფილა ესეთი რაღაცა, რომ მომიყოლია და შემდეგ აი სადღაც რომელიღაცა ვიზიტიდან დაურეკია და უთქვამს, რომ აი გამახსენე სხვა რამეზე ფიქრობდა იმ მომენტში. კი, ეს იყო. ამიტომ
მაინც ვთვლი რომ არასწორი ადამიანებიც იყვნენ გარკვეულწილად მის გვერდით, რომლებმაც ისიც დააზიანეს და ბევრი საქმეც დააზიანეს. ემოციები მისი არ ვიცი, სუსტი მხარე იყო თუ ძლიერი მხარე იყო, იმიტომ რომ ემოციურობაც ხშირად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ხანდახან ისეთ მომენტში შედიოდა, აი ვიღაცის კანში ისე შეძურებოდა ხოლმე და ისე განიცდიდა მის მდგომარეობასაც, რომ არ ყოფილიყავი მასთან ახლოს, იფიქრებდი, რომ აი ხა ეს პოპულისტური ამბავია. ესეც ქონდა სხვათა შორის, პოლიტიკოსები ამის გარეშე არ არსებობენ, მაგრამ ყოფილა ნამდვილი განცდებით, როდესაც რაღაცა ხდებოდა. და ყველაზე საინტერესო იყო მიშა მაშინ, როდესაც დაძაბულობა იყო, რაღაც რთული თემა იყო. მაშინ იყო ყველაზე მშვიდი. ხო, აი მაშინ ყველაზე, აი რომ გეგონებოდა რომ ეხა ემოციებს იქნება აყოლილი. არა, მაშინ ყველაზე მშვიდი იყო ხოლმე. ძალიან საინტერესო იყო, ეს 4 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის ამ 4 წელმა მომცა ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად არიან დაჯილდოებული ერთგულების მომენტით. იმიტომ რომ ჩვენ ბოლოს როცა დავრჩით ადმინისტრაციაში, ბევრი აღარ ვიყავით, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბოლომდე იყვნენ ერთგულები. განა არ შეეძლოთ წასვლა, განა არ შესთავაზეს, განა არ შეეძლოთ გადამხტარიყვნენ მეორე მხარეს და ბევრი რაღაცისგან თავი დაეცვა, თუნდაც იმისგან, რომ 12 წლის განმავლობაში პიჯაკების საქმეზე არ ეტარებინათ, ხომ? ხომ დაამტკიცა იმ ადამიანმა, რომ ეს ყველაფერი აბსურდია. მე ძალიან მიხარია, რომ აი თემოჯანაშია ჩემი მეგობარია. კი ბატონო, თამრიკო სიხარულიძე ჩემი მეგობარია. აი ამ ერთგულების მომენტმა მე საოცარი ადამიანები შემძინა და მიშა ძალიან ბედნიერი უნდა იყოს, რომ ესეთი ერთგული ადამიანები ყავდა და ყავს. ესენი არ არიან სხვათა შორის, აი მე მიშა გვიყვარს, აი ეს კატეგორია არ არის. ეს კატეგორია არ არის, რომ აი რაღაცა ბელადი სიყვარული გქონდეთ მათ, არა, ისინი ძალიან კრიტიკულებიც არიან, ძალიან ჯანსაღი შეხედულებებიც აქვთ, ძალიან ბევრ რამეზე სრულიად განსხვავებულად ფიქრობენ და ამბობენ, რომ სწორია, არასწორია. ესეც უნდა იყოს. ყველაფერი რანაირად შეიძლება მოგწონდეს ადამიანებს. ან რატომ უნდა უყვარდეთ პოლიტიკოსი ადამიანებს, აი ამას ვერ ხვდები. რიგით ადამიანებს ამომრჩევლებს ფიქრობ, აი სიყვარული რა აუცილებელია. მომწონს მისი ხედვა, არ მომწონს მისი ხედვა. ვეთანხმები, არ ვეთანხმები, საკი. შეიძლება აი ეს საკითხი სწორია, რასაც როგორც აფასებს და მე მომწონს ეს საკითხი არ არის ისე როგორც მე ვფიქრობ, მაგრამ კრიტიკის ძირითადი ხედვა უნდა გქონდეს ერთნაირი. ყველაზე უცნაური ვიზიტი შეგიძლია გაიხსენო? უცნაური არა, მაგრამ ახსოვს, რომ ლისაბონში შეხვედრა ჰქონდა ერთ დღეს 40 შეხვედრა. ოჰო, 40 შეხვედრა. ხალხში გასვლა იყო ყველაზე რთული თემა. მისთვის იყო გადასარევი ეს, იმიტომ რომ თევზი წყალში ისეთი იყო, მაგრამ დანარჩენი ყველასთვის ეს იყო ურთულესი, იმიტომ რომ აი ეს ხალხი მისდევდა არ ერქვა ამას და გარსეხვია არ ერქვა ამას და რთული იყო მუშაობაც ჟურნალისტებისთვისაც, დაცვისთვისაც, თანამშრომლებისთვისაც, ურთულესი იყო. მაგრამ ეს მისი ადრენალინი იყო. ბოლოს ხელისუფლების წევრები ხალხში გასული როდის ნახეთ? დღევანდელი ხელისუფლების. მეგონი არ სტატია. მე არ მინახავს. უცნაური ვიზიტი. ალბათ ნატოს სამიტი ლისაბონში ობამასთან შეხვედრა. სხვათა შორის მაშინაც ესე დაგვავალეს, რომ შეხვედრა, სანამ შეხვედრა შედგება, არსად არ უნდა თქვას მიშამ, რომ ობამას ხვდება. ჩვენ უნდა გაგვეკონტროლებინა, რომ არ ედგა. არ წამოწდენოდა სადმე, ხო? 4 დღის განმავლობაში ლისაბონში ვიყავით აი ესეთი და მუშაობდით დილიდან ღამემდე. ძალიან საინტერესო ვიზიტი. დილიდან საღამო. კი, არა, თვითონაც დაიცვა რაზეა ლაპარაკი და როდესაც ძალიან საინტერესო თემებზე იყო მაშინ საუბარი, როდესაც დამთავრდა ეს შეხვედრა, სამიტიც დამთავრდა. ამ სასტუმროში ცხოვრობდა საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, კიდე რამდენიმე ქვეყნის, როგორც თურქეთიც იყო, რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტი და საღამოს დავსხედით და ისე მახსოვს გიგამ თქვა ბოკერიამ, რომ ისე მაინტერესებსო. დღეს საღამოს ან ხვალ დილით რუსეთი რა შემოგვიგდებსო? რა იქნება? და დილით გამაღვიძა ტელეფონის ზარმა, უთენია, რეკავს ტელეფონი, რეკავს და ძალიან უცნაური ნომრიდან დამირეკა ვიღაცა, არც მახსოვს ვინ იყო და მითხრა, რომ
ძალიან უცნაური რაღაც, უნდა ჩამოვაყალიბო ხეს ფორმულირება, როგორ მითხრა, რომ გავრცელდაო ინფორმაცია, რომ სასტუმროში, რომელშიც იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, აი ზუსტად ესე მითხრა, შემოიყვანეს მათ პუტანკებიო. აი ეს სიტყვა მითხრა მახსოვს და მე მეგონა რომ მეძინა რა. მე თორე საიდან მირეკავთ მეთქი და თბილისიდან ვრეკავო. დავხედე ტელეფონს, მე აი გარეთ რო გაიხედავ, რომ სათხარ. აი მართლა რაღაცა ვერ დაალაგებ რა. ეს ხდება იმ სასტუმროში, სადაც რამდენიმე პრეზიდენტი ცხოვრობს და რამდენიმე სახელმწიფოს ხელმძღვანელი და ჩიტი ვერ შემოფრინდება და ვერ გაფრინდება. აი წარმოუდგენელი რაღაცეები იყო ხოლმე ბრალდებები. წარმოუდგენ აი ეს საფერფლეხო საერთოდ საოცრება იყო საფერფლე. ნუ იშა ვისაც იცნობ, ვინც იცნობს სიგარეტის სუნს ვერ იტანს, სიგარეტს ვერ იტანს. მაგრამ საფერფლე მის კაბინეტში მოდმივად ფიგურირებდა. ბევრი ესეთი მითოსური თემები არსებობდა მისი ირგვლივ, რასაც ჩვენც გვეცინებოდა, მასაც ეცინებოდა, მაგრამ თურმე სასაცილო არ იყო, იმიტომ რომ ადამიანებს თურმე ამით აჯერებდნენ. კი, რეაგირება იყო ალბათ უფრო საჭირო. ბოლო შეხვედრა გახსოვთ მასთან? როგორ დაემშვიდობენ? ბოლო შეხვედრა ადმინისტრაციაში გქონდა. ბოლო დღეს მის გარეშე გავაკეთე განცხადება, ბოლო ბრიფინგზე და მივწერე დილით, რომ განცხადება გავაკეთე მეთქი თქვენ გარეშე მეთქი და შეგიძლიათ გამიშვათ მეთქი. ბოლო ბრიფინგია, თვითონ მიდის მეორე დღეს მეც მივდიო. შეგიძლიათ გამაგდოთ მეთქი უთხარ. და კიო მითხრა, გაშვებული ხარ სამსახურიდან, დათხოვნილი ხარ. და გადმოვიდა ბოლო საღამოს და ყველა თანამშრომელს დაემშვიდობა, ყველა კარი შეაღო, ყველას გადაუხადა დიდი მადლობა მუშაობისთვის, თანამშრომლობისთვის. ყველას დაემშვიდობა და უკეთესი უსურვა. უკეთეს საქართველოში გეცხოვროთო უთხრა. ასე და გვემშვიდობა ჩვენც. სხვათა შორის აი ბოლო ორი თვე იყო კრიტიკულად რთული ჩემთვის. აი ეს ბოლო ორი თვე არასოდეს არ დამთავრდა მახსოვს. აი აღარ დამთავრდა არასდროს. აი უგრძელესი დღეები იყო. აი ხა როცა ვუყურებ და იძახიან რომ აი შეურაცხყოფა, გინება, ეს ყველაფერი ჩვენ გავიარეთ მაშინ. ეს ურთულესი გასავლელი იყო. და მე მგონი თქვენის ვალდებულება ყველამ შეინარჩუნა. იცით როგორი რაღაცა იყო? მიშას ქონდა ესეთი აი ქვედა რგოლი ყოველთვის რთული სამართავია. რეგიონებში განსაკუთრებით. ისე მახსოვს რომ შეხვედრები ქონდა ხოლმე 500 კაციანი, 400 კაციანი შეხვედრები, აი გამგებლებია ესე შემდეგ, გამგებლის მოადგილეები და ესე. და ეუბნებოდა ჟურნალისტი მოვა არ ეჩხუბო. პასუხი თუ გაქვს, გაეცი პასუხი. ნუ ეჩხუბები ხო? ხალხს ნუ ლანძღავთ ეუბნებოდა. აი რაღაცა სატელევიზიო მიშა და ისე მიშა კიდე განსხვავებულია, იცი? როგორ ფიქრობ, ისტორია რას იწვის მასზე? ისტორია აუცილებლად ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს ყველას და ყველაფერს აუცილებლად. მე მახსოვს ზვიად გამსახურდიაზე იმდენად იყო უკვე ეს დაგდებული თემა ქონდათ, რომ რო გარდაიცვალა მაშინაც ძალიან ბევრი სტატიებსაც წერდა სიცილით. დღეს ზუსტად ის ხალხი არის ზვიად გამსახურდიას მაქებარი. ზვიადის სახელის ხსენება ეს იყო, რა ქვია, დამამცირებელი და არ გვახსოვს ეს მომენტები. გავიარეთ ეს. მარგინალიზაცია მოახდინეს მისი მაშინ. დღეს ის უკვე სხვა რანგში ყავს წარმოდგენილი, ხო? მიშას მარგინალიზაციაც ესე მოახდინეს. ძალიან დიდი დოზით. თუმცა აქ გარკვეულწილად მისი ბრალეულობაც არის. ბოლოს რაზეც ძალიან გაუბრაზდი მიშაზე, მაგალითად არ ვიცი ხა მისი ტვიში როგორ სხვანაირად აზროვნებდა ის, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა დათმო. ჩემთვის ძალიან ისეთი იყო ეს მომენტი. და ამიტომ ბევრჯერ მისცა საბაბი რომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ გრძე დამდგარიყო, გაჩერებულიყო და ხალხს ეთქვა. ხალხს დაენახა, რა სხვაობა იყო მაშინდელ და დღევანდელ შორის. და მე როცა გაჩნდებოდა ამის
რაღაცა სურვილი ადამიანების მხრიდან შეეძლო რომ გამოჩენილიყო. თუმცა არ ვიცი, შესაძლებელია პოლიტიკოსების ხანაირად უყურებენ დრო, ბევრ ამას ანულებს კიდევაც, როდესაც აქტიური არ ახარ პოლიტიკურად და პოლიტიკური აქტიურობა ბევრ ამას ნიშნავს. ესე არ არის, წახვედი დაიძინე და მე გამოხვედი, როდესაც კარგი დრო მოვიდა. ესეც არის, მაგრამ ის იმხელა ასპარეზი ქონდა სხვაგანაც, რომ შეეძლო რომ მისი სახელი და გვარი ყველგან ყოფილიყო. მისი ლექციებიდან დაწყებული, მოთხოვნა მასზე ძალიან დიდი იყო, იმიტომ რომ მართლა იყო ის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა ესე რადიკალურად შემოატრიალა და მართლა ამოიყვანა მართლა ჭაობიდან და წუმპიდან რა ეხლა 90-იანები აგერ ახლახანს არისო. აგერ ახლახანს არისო ადამიანებმა გადასახადის გადახდა არ ვიცოდით ელემენტარული. აღარ ლაპარაკობ ახლა სხვა რაღაცებზე. ქურდობები და პოლიცია და ყველაფერი. რა თქმა უნდა, გაყინული ხელფასები გახსოვს? როგორ არ მახსოვს? ხელფას ვინღებულობდა, ვინ იღებდა ის, ვისი უფროსი ცოტა მაგარი იყო, მიდიოდა 10 კაცს ტოვებდა 10%-ს, იქ მოქონდა და თავის თანამშრომლებს ცოტა შემცირებულს, მაგრამ ხელფას ურიგებდა. ეს იყო სახელმწიფო მანქანა მაშინ. ამას რომ ყვები ხოლმე, აი ახალგაზრდებში როცა მოვხვდები, მე კითხვებს მისვამენ და მე ამბობენ, რომ ეს ესე იყო მართლა. ის გონიათ, რომ ეს იუსტიციის სახლი მართლა ასე იყო ოდითგან. როგორ გაგრძელდა ცხოვრება 2012 წლის შემდეგ? შენთვის პირადად? ჩემთვის პირადად. ბევრი შემოთავაზება მქონდა სხვათა შორის. იყო შემოთავაზებები, მაგრამ უკვე ეს აღარ მაინტერესებდა ეს ერთი. მეორე, მინდოდა რომ ჩემი შვილისთვის მიმეხედა, იმიტომ რომ დიდი დრო მქონდა გაცდედილი მასთან ყოფნის და ჩემი ოჯახისთვისაც. მინდოდა რომ რაღაცა სხვაც მეკეთებინა, სხვათა შორის მაშინ მითხრეს რომ ცოტა ხნით ადრე სანამ ვადა ამოიწურებოდა, მითხრეს რომ რას აპირებ, სად აპირებ წასვლას. ტელევიზიის იქით არაფერი არ ვიცოდი, ხო? ამიტომ ვთხარი რომ ტელევიზიაში. მაგრამ აი 2 დღის მერე, როდესაც ვიფიქრე ამაზე, მივხვდი რომ აი ტელევიზიის ინტრიგებს ვეღარ გავუძლებდი, აი დიდი სტრესების და დიდი ამბების შემდეგ და ვუთხარი რომ არ ვიცი სად წავიდე მეთქი და აი ხაც მიშას და კიდევ ერთი ადამიანის დამსახურებაა რომ მაშინ სადმე ბიზნესშიც შეგიძლია რომ წახვიდე და იქ იყო მშვიდად და წყნარად და ერთადერთი შემოთავაზება რომელიც მივიღე მაშინ იყო კახა ბენდუქიძისგან და სულ ვიამაყებ ამით რომ კახა ბენდუქიძემ შეამთავაზა სამსახური, იმიტომ რომ ეს იმ რანგის მოაზროვნე ადამიანი იყო, რომ აი მასთან ყოფნა იქნებოდა სუპერ. უბრალოდ მე იგივე რიტმით უნდა მეცხოვრა. და ამას უკვე ვეღარ გაუძლებდი. ის ზუსტად იგივე რიტმით ცხოვრობდა, იმიტომ რომ ისეთ საქმეს იყო შეჭიდებული, რომ იქ შაბათი, კვირა, ეხლა ბავშვთან მინდა რაღაცა ესე არ გამოვიდა, ამიტომ ვარი თქვი ტელევიზიაზეც. ამ ტელევიზიიდანაც მქონია პოლიტიკური გადაცემების თოქ-შოუების წაყვანის შემოთავაზება, აქაც მithქვამს ვარი. და დღეს მუშაობ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად პატარა ტელეკომპანიაში, რომელიც აი ამ არხით სარგებლობს TV პირველით, ეს არის BMG, სადაც სუპერ პროფესიონალები არიან და სუპერ პროფესიონალი შეფი ყავს, იმიტომ რომ აქ არ არის ინტრიგები, აქ არის საქმე, აქ არის პროფესიონალიზმი და აქ არ არის მიკერძოება. მაინც ტელევიზია. ხო, მაგრამ პატარა და განსხვავებული და ძალიან პროფესიონალი. ისევ საქმიანი რუბრიკის ავტორი. კი და მეორე სადაც მუშაობ ეს არის GIG, სადაც უკვე 13 წელიწადია ვმუშაობ, ეს დიდი ჯგუფია ძალიან, საინტერესო პროექტებით, ძალიან ბევრ ამას ვსწავლობ. ძალიან კარგი. მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობაში იყო სირთულეები? ბევრი რამის გადაფასება მოგიწია ცვლილებებთან ერთად? კი, როგორ არა, მაგრამ იცი რა არის, არ მახსენდება ახლა დიდად. იცი როგორი რაღაცეები იყო აი ადამიანებთან დაკავშირებით, მაგალითად, ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი იყო წინა ხელისუფლების წინააღმდეგი. ძალიან ბევრი. მე მათთან მეგობრობა არც მიფიქრია რომ უნდა შემეწყვიტა. სხვათა შორის ეს ამ საქმიანობაში ძალიან მეხმარებოდა, იმიტომ რომ მე ყოველთვის მქონდა მეორე მხარის მოსაზრებების მოსმენის საშუალება. და ხშირად ვამბობდი, რომ ეს ადამიანები განსხვავებულად ფიქრობენ, ასე აღიქვამენ. თავის არგუმენტები აქვს. ბევრ რამეში სწორი იყვნენ ისინი, ხო? მაშინ დამარქვეს, რომ მე ვარ კოცი. და შემდეგ იყო ესეთი შემთხვევა, რომ
თუ გახსოვს ბიბლიოთეკაში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის ანგარიში უნდა წარედგინა და იქ ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები მოიყვანეს. ჩვეულებრივად. იქ დიდი შეხლა-შემოხლა იყო იქ ჩიორა თაქთაქიშვილიც ცემეს ასე შემდეგ. და აი მაშინ პრეზიდენტი ვერ მოვიდა იქ, მე რა გავაკეთე რამდენიმე განცხადება. და როდესაც მოვედი სამსახურში ადმინისტრაციაში, ბევრი ადამიანი იყო იქ, პარტიულებიც, არაპარტიულიც, მაშინ მითხრეს, იცი ჩვენ შენ კოცი გვეგონე. ანუ იმიტომ რომ მე რაღაცეებს და კრიტიკული მოსაზრება მქონდა და რაღაცეებს ვაპროტესტები და გაპროტესტება იმას კი არნიშნავს რომ აი ვიყროდი და ესე არა. ჩემი მოსაზრება მქონდა და ვამბობდი რომ არ არის სწორი და რა თქმა უნდა ხა ვიღაცებს არ მოწონდათ. არასოდეს არ ყოფილა პარტიის წევრი და ეს მათავისუფლებდა ბევრი რამისგან. არც ერთი პარტიის წევრი. აი როგორ ვთქვა, დამეჯერებ, მე არ ვარ ნამყოფი ნაციონალური მოძრაობის ოფისში. მისი ლიდერის პრესპიკერი ვიყავი, ხო? მე ვთვლიდი რომ ეს უნდა გამემიჯნა. და ამის საშუალება მე მიშა მომცა პირველ რიგში რომ იქ არასოდეს არ წავუყვანი ვარ არც ერთ რაღაცა ის და იქიდან რაღაც ბრიფინგი არ ჩამიტარებია და განცხადება არ ეს გამიჯნული ამბავი იყო. ეს თავიდანვე შევთანხმდით და ეს დავიცავით ორივე. მისთვის მადლობელი ვარ. მაგრამ აი რა შეეხება ადამიანებს, როგორ რაღაცა ხდებოდა, იცი ეკა? აი ჩემს მეგობრებთან როცა მივდიოდი, სხვა ჩვენ საერთო მეგობრებიც ყავს და როცა მივდიოდი ამათთან, იქ ბევრი იყო, თქვა, ოცნების მომხრე, ხო? მეორე დღეს მოდიოდნენ ადამიანები და ეუბნებოდნენ ან იმ დღეს ჩემს უშუალო ხელმძღვანელებს, რომ კი, მაგრამ მანანა თუ დადის და იქ მეგობრობს, ჩვენ რა? ისიც ეუბნებოდა, რომ თქვენ ვინმე დაგიშალათ იქ მეგობრობა, ანუ ვინმე მგითხრათ, არ წახვიდეთ, არ შეხვდეთ, არ იმეგობროთ, არ ინათესაოთ. მსგავსი არ იყო ეს ადამიანებს თვითონ ქონდათ თვითცეზურა. იცი ყველა საინტერესო რა არის? აი ეს ადამიანები დღეს არიან ოცნების ავანგარდში. გადასარევად გადაბარგდნენ, გადმობარგდნენ. დღეს ესე ჭირდებათ და ემით. ხო. მაგრამ ყოველთვის აქტიური და დატვირთული გრაფიკით ცხოვრობდი. ეს ოჯახურ ცხოვრებაში ხელს არ გიშლიდა? არა. არ მიშლიდა ეს ხელს, იმიტომ რომ მე ერთ რამეში ძალიან გამემართლა, მე სახლში მითხრეს, ჩვენ ხელს არ შეგიშლით. და ამან არ ვიცი ეს წინსვლა იყო თუ რა იყო, არ ვიცი, საფეხურეობრივ აი რაღაცა წინსვლაში მე ხელი არ შემშლია, პირიქით ხელშეწყობა მქონდა. ნუ რა თქმა უნდა, დედა ახალგაზრდა იყო მაშინ და დედა მეხმარებოდა ძალიან ბავშვის აღდაში, მაგრამ მთელი ჩემი ოჯახი იყო ძალიან ჩემი გვერდში მდგომი, ასე ვთქვათ. იცი რომ შენი მეუღლე შენი სფეროდან, ერთი სფეროდან ხართ, ხო? კი, ოღონდ ჟურნალისტებს ზრდის. ჟურნალისტების მომავალი თაობის აღზრდას კი, ეს დიდი ხნის ამბავია, იყო ესეთი საკმაყოფილო ტელევიზია. და თვითონ ამზადებდნენ ბავშვები გადაცემას, თვითონ იყვნენ ოპერატორები, მე მონტაჟი, ფანტასტიკური ბავშვები გაზარდა და არაჩვეულებრივი ჟურნალისტები გაზარდა. სხვა შორის ეს ამ სფეროსაც შეეხო, დღეს ძალიან ცოტა მოდის უკვე სურველი რომ იყო ჟურნალისტი და სხვათა შორის განათლების დონესაც ეთყობა, იმიტომ რომ აი მაშინდელი ბავშვების განათლების დონე და დღევანდელი ბავშვების განათლების დონე ძალიან სხვანაირია, მაგრამ იცი რა არის, აი 10 ბავშვიდან 2 თუ ანთებული თვალებით გიყურებს, არა საჭირო ამდენი ჟურნალისტი. კი, ის 2 ჩასავლებია. კი. ხო, ის ჟურნალისტებს ზრდის. როგორი დედა ხარ? ой, ეგ ლიზას უნდა გითხოთ. ეგ კითხვა ლიზასთან არის. იცი რა არის? ის დრო აინაზღაურე და კარგული. კი, ეს დრო ავინაზღაურე, რაზეა ლაპარაკი და აი ხა ლიზა იმას აქში შევიდა უკვე 20 წლის ხდება, როცა ჩვენ დავიწყეთ მეგობრობა. და ეს ყოფილა ყველაზე კარგი მომენტი, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ასაკობრივი მომენტებიც პატარა ბავშვია, არც ესე არ შემიხედია, იმიტომ რაღაც ისეთი თავის თავადი ტიპაჟი იყო ყოველთვის. ეხლა უკვე ისე ვართ, რომ მეც ვეკითხები ბევრ რამეს, ისიც მეკითხება, ადრე თუ არაფერს არ ითვალისწინებდა ჩემსას, ახლა ითვალისწინებს, მეც ვითვალისწინებს. ხო, ადრე ესე იცოდა, აი შენ რა იცი დედა რა, ხო და ეს ძალიან რთული იყო. თინეიჯერობა რთული იყო. მაგრამ სულ ვფიქრობდი, რომ მე უფრო უარესი თინეიჯერი ვიყავი. და ეს მშველოდა, რომ გადამელახა, იმიტომ რომ ძალიან რთული ყოფილა თინეიჯერობის გარდატეხის პერიოდი, რევოლუციები თავში. 20 წელიც არ არის მარტივი. არა, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი რაღაც თავის თავთან ხო და სწორ შეფასებებს აძლევს, რასაც მე ვუსმენ. არ არის დიდად მოლაპარაკე, სახლში განსაკუთრებით, თუმცა ახლა უკვე ბევრ რამეზე ვსაუბრობ და ეს ძალიან მომწონს. რა საქმიანობს?
სტუდენტია სწავლობს, უბრალოდ აიღო 1 წელი აკადემიური, რომ დაფიქრებულიყო ეს პროფესია მისია თუ არა. დედახ, რამდენმა გააკეთა ეგრე მთელი ეს ის ასაკია, რომელსაც ველოდებოდი კიდევაც რომ იქნებოდა. ჩვეულებრივი. კი და ჩვენ ძალიან ისე შევხვდით ამ ამბავს, რომ აი იფიქრე. სადღაც 7 თვე დაჭირდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე მუშაობდა ძალიან აქტიურად და სხვათა აი ამ 1 წელმა ისე შეცვალა, ისე გაზარდა. ეს მომწონს ეს ტრანსფორმირება რო ხდება მაშინ. რა გადაწყვიტა? გადაწყვიტა, რომ მაგალითად ეკონომიკა არ არის მისი და ეს დაასაბუთა, რატომაც არ არის მისი და ეხლა უნდა რომ ფინანსებს გაყვეს. ეს არჩევანი გააკეთა, ნახოთ რა სიზამს. წარმატებები ლიზას. წარმატებები ლიზას, კი. თავად როგორი შვილი ხარ? მე ვარ მამას გოგო. არ ვიცი, ჩემი მშობლები იმდენად მაგარი შვილები იყვნენ, რასაც მე ვუყურებდი. ისეთი მთლად ვერ ვარ, მაგრამ მამასგან და დედასგან ბევრი რამ ვისწავლე და ვცდილობ რაღაცები ისე გავაკეთო. მთლად ეგეთი არა ვარ. ისინი ძალიან თავდადებულები იყვნენ. ძალიან თავდადებულები იყვნენ და ვცდილობ, მაგრამ მგონია რომ რაღაცას ვაკლებ მაინც. მიდგომები იგივე გაქვს, როგორიც კონდეთ შემშობლებს? არა. მე გავაკეთე ჩემში ესეთი რაღაც, რომ დედაჩემის და მამაჩემის ამეღო, განსაკუთრებით მამას, იმიტომ რომ მამა ძალიან დიპლომატი იყო. მამასთან შემეძლო ყველაფერი მეთქვა. ყველაფერი, ყველა თემაზე. მამაჩემი იყო რაღაცა ესეთი ყველაფრის გამგები. როგორ ახერხებდა ამას არ ვიცი. და დედა იყო უმკაცრესი. ჩემს მიმართ განსაკუთრებით, აი უმკაცრესი და სულ ვცდილობთ, სულ მასწავლებლის როლში იყო და ეს სულ ნერვებს მიშლიდა, რომ ნუ მელაპარაკები სულ მასწავლებელი ვიდა. ჩემი მეგობრის დედებთან მეგობრობდი, ამიტომ. მაგრამ ამას კომპენსირებას უკეთებდა მამა. თუმცა თუ რამე შევძელი ცხოვრებაში, არის დედაჩემის დამსახურება, ხო? აი ეს წინააღმდეგობები, რაც მხდებოდა ყოველთვის, ხო? ესეც დედაჩემის დამსახურება, იმიტომ რომ სულ ვეწინააღმდეგებოდი დედაჩემს. სულ ვიყავით აი ამ ბრძოლაში ერთმანეთთან. და ძალიან მინდა რომ მამას ვგავდე. განსაკუთრებით როცა მოვხუცდები. იმიტომ რომ მოხუცებული როცა იყო, წელს გარდაიცვალა მამა და სულ თავს ეხვიდნენ ახალგაზრდები, აი შვილიშვილები განსაკუთრებით. იმიტომ რომ რაღაცა ხალისიანიც იყო, ინტერესიანიც იყო. და საერთო ენასაც აი ხო, აი ამას ახერხებდა რა. უყვარდათ მასთან ყოფნა, აი ჩემი ძმისშვილების მეგობრებსაც. ხო, აი ეს ძალიან ისეთია მოხუცებულობაში, ალბათ ახალგაზრდებთან ყოფნა. იმას აკისრებდა, იმას რომ და ჩვენთან ყოფნა და აინტერესებს. ხო, და აი მინდა რომ მამას დავემსგავსო. არ ვიცი. არის ადამიანი შენ ცხოვრებაში, ვის აზრსაც ითვალისწინებ, ან გავლენა აქვს შენზე, ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა რაღაცას აკეთებ, ვისი აზრი გაინტერესებს ყველაზე? ბევრია ესეთი, იცი? სხვადასხვა მიმართულებით, ხო, ძალიან მაინტერესებს ჩემი კოლეგების აზრი, ვინც თვლი რომ კარგი ჟურნალისტია, იმათი აზრი. იცი რა არ მიყვარდა არასოდეს და ჩემ სტუდენტებსაც თუ ვეუბნები, რომ როდესაც გამოჩნდებით ეკრანზე, აი ძალიან გაგეხარდებათ თავიდან, როცა გეტყვიან რა კარგად გამოიყურებოდი. ჩათვალეთ, რომ ეს თქვენთვის როგორც ჟურნალისტისთვის არ არის კომპლიმენტი. ესე იგი, დანარჩენი არაფერი შენი არ ვარგოდა. არც ტექსტი, არც თემა, არც კითხვა და არაფერი. მარტო კარგად გამოიყურებოდი, ესეც რა. აი თუ სხვა რამეს გეტყვიან, თუნდაც კრიტიკულს, ესე იგი შენ მოგისმინეს. აი ეს შეფასება რა კარგად გამოიყურებოდი, ეს დღემდე მძულს. მე მომწონს, როდესაც რაღაცა კრიტიკული შენიშვნა აკადემიაში, ჩემს ყველას არ ვაძლევ ამის უფლებას, რა თქმა უნდა, და მისგან ისმენ ამ შენიშვნას და ფიქრობ შენ მერე ამას ხო ითვალისწინებ, კი. მამას ვთხოვ კიდევაც ძალიან ხშირად ჩემს მეგობრებს, თუ რაღაცაა მითხარით. კარგი, მანანა, სამწუხაროდ ჟურნალისტობის დიდ ოჯახში, სადაც ყოველთვის
გამორჩეულად მეგობრობდნენ და კოლეგიალობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, გარკვეული დაპირისპირებები გაჩნდა ამ რეალობაში. ერთად ყოფნა და ერთად მუშაობა ადვილი აღარ არის. აი რამ მიგვიყვანა აქამდე? აღარ არის. უცნაური რაღაცა მოხდა, იცი, მე არ დამიკარგავს ისინი. არც მიჩხუბია მათთან. პირიქით რაღაცა მომენტებში დამიცავს ვიღაცეები. იმიტომ რომ მე თვითონაც მიმუშავია სახელმწიფო მედიაში და ეს ძალიან რთულია. თავიდანვე თუ არ დადექი, თუმცა მაინც განსხვავდება დღევანდელი სახელმწიფო და მაშინდელი სახელმწიფო. მაშინ იქ ყველაფერი დუხდა, რუსთავიორშიც დუხდა, იმედშიც დუხდა, აზრთა სხვადასხვაობა იყო. დღეს მგონია რომ აი ძალიან შეგუებით, ძალიან ისე თანამოაზრეობით მიდის ეს ყველაფერი. არ მithქვამს ამ ადამიანებთან ურთიერთობაზე ვარი. არა, პირიქით ვთვლი რომ რაც უფრო კომუნიკაციაში ხარ მათთან, ისინი არ წყდებიან სხვა რეალობას. ახლა ისინი იხარშებიან ერთ რაღაცა აი ამ თავიანთ სფეროში. არავისთან, არც სოციალურ ქსელში, არც ისე აღარ აი ჩაიკეტნენ. რა მოიტანა ეს რეალობა? აი ამ დაყოფამ. ეს შეგნებულად მოხდა? რა თქმა უნდა შეგნებულად მოხდა და მოხდა რა თქმა უნდა ისე ვერტიკალიდან. მე არა ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომელსაც აზრის გამოთქმის დროს ჭირდება ან ბილწის სიტყვები, ან რაღაცა უხეში მიმართვა, ან რაღაცა ამდაგვარი. შემიძლია ადამიანს ჩებებურად გავაგებინო, რაც არ მომწონს. შემიძლია ისე დავწერო, რომ ხო და არასოდეს არ მქონია ეს მომენტი, რომ ჩვენ ასე ხელჩართულად ან გვიჩხუბია, ან გაგვირკვევია რაღაცა, ან მტყუანი ხარ, მართალი ხარ. არა, საუბრობდით ხოლმე, ხო? უცებ ეს ადამიანები გაქრნენ და დაიკარგნენ. კომუნიკაცია არ გიშორეს. აი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აი და ძალიან მტკივნეული იყო, როდესაც ადამიანი უკვდება ვიღაც, ხო? ტერიც მიდის, მოწინააღმდეგეც მიდის, ხო? სამძიმარზე. ჩემს გაოცება საზღვარი არ ქონდა, როცა მამა გარდაიცვალა და იქ ვიღაცები არ მოვიდნენ. მართლა გამიკვირდა, იცი? და მართლა მეტკინა. რა თქმა უნდა. და მართლა ვერ ახსენ. არ უნდა ვლაპარაკობდი ამას საჯაროდ, არ მიყვარს ამ თემებზე საუბარი საერთოდ, მაგრამ სხვანაირად ვერ ვაგონებ ამ ადამიანებს, ხომ და კომუნიკაცია აღარ არსებობს. ძალიან გამიკვირდა ამ ადამიანს და ზუსტად იციან იმათმა, ვიზეც მე ახლა ვამბობ. არსებობს რაღაცეები, რაც აი იქით ვარ, აქეთ ვარ, იმისიანი ვარ, ამისიანი ვარ. არ მოქმედებს. საკუთარი აზრის უფლება ყველას აქვს, მაგრამ აი ამ დონემდე კონდეთ ეს ჩვეულებრივი კი არა, ეს ნორმალურია. ნორმალურია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ნორმალურია. მაგრამ იცი რა არის, მე პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც ეს მთელი შეგნებით აქვთ, თქვათ, გათვითცნობიერებული და ისინი იდეურად არიან ასეთები. მესმის იმ ადამიანებს, ვისაც წინა ხელისუფლება შეეხო და ისინი ვერ გამოდიან ამ მდგომარეობიდან. იყვნენ ხო ესეთები და ეს აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. სხვა შეს პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც ეს გადახარშა და ქვეყნის ინტერესები უფრო წინ დააყენა და აი იქ იმ ხარეს არ დარჩა. მაგრამ მე ხომ ვიცი ადამიანებსაც არანაირი იდეა არ აქვს და არანაირი იდეური კავშირი არ აქვს მათთან და უბრალოდ არიან დროის და დროების გამო შეყუჟულები. კონფორმიზმი. აი კატეგორია არის ჩემთვის ძალიან რთულად მისაღები. თორე იდეურად ვინც ამას მის მიმართ პატივის ცემა აქვს, იმიტომ რომ ის ასე გრძნობს, ასე ფიქრობს და ასეთია. ასე ჯერა, კი ბატონო, კი. მანანა ცხოვრებამ რა გასწავლა? ბევრი კარგი და ბევრი ცუდი. ბევრ კარგ ადამიანს შემახვედრა, ბევრ ცუდ ადამიანს შემახვედრა. ბევრ ძალიან საინტერესო მომენტს შევესწარი აი ამ ქვეყნისთვის, აი ისტორია რო ქვია ქვეყნის. წიგნებში რომ დაიწერება, ხო, იმის თვითმხილველი ვიყავი და ძალიან ბედნიერი ვარ ამის, რომ ეს ვნახე, ხო? კარგი ადამიანები პირველ რიგში. კარგი ადამიანები. ცხოვრებას რო თავიდან იწყებდე. არც არ შევცვლიდი ეხლა. არა. შეიძლება პროფესია სხვა ამერჩია, შეიძლება რაღაც არ ვიცი, მაგრამ ახლა რასაც უყურებ. რა. იყოს ასე. სიბერე როგორი წარმოგიდგენია? აი, თავარი არაფერი არ მткиოდეს და
მოსავლელი არ იყო. მოსავლელი არ ვიყო თავი ვიღაცის და სულ ფიქრობ რაღაცა უნდა მოვიფიქრო. ხატავდი ბავშვობაში, მომწონდა ძალიან და მე ფოტოშოს მინდოდა რომ სამხატვროს ჩავემბარებინა, მაგრამ მითხრეს რომ შენაირი მხატვრებიო, ბევრი არიანო და ვერაფერს ვერ იზამო და დედა ჩემმა მითხრა დაანებ ხა მაგას თავი და ფიქრობ რომ სიბერეში დავუბრუნდები და გავირთობ თავს. და კიდე რაღაცებს ისეც მოვძებნი რომ აი გასართობად მქონდეს ვინმეს არ მოვაბეზრო თავი და მარტო არ ვიგრძნო კიდე თავი. ჩემი თავის გასართობად. ეს შენი ემოცია სადღაც გადმო. ო რა ვიცი. და ჩემი მეგობრები მინდა რომ კარგად ვყავდნენ რომ ერთმანეთში ვიყოთ. აი ნანი ბრეგოძე ჩავწერე და მითხრა რომ ნინო რამიშვილი მეუბნებოდაო რომ მარტო დავრჩიო. და მეგობრების ხდიო. ხო, ვეუბნები რომ არის ლაპარაკობთ ქავტონიო ნინა დეიდო ესე აი ეს ყავთ ის ყავთ მეგობრები არა, მაგრამ შვილები, შვილიშვილები რაღაცა შვილიშვილები უამრავი ადამიანი ანსამბლი. ეს სხვა არისო, როცა შენი თანატოლები არ არისო და ახლა ხვდებიო ამასო ეს რასაც ნიშნავდა. ჩემი თანატოლები აღარ არიან. ხო, აი თანატოლებთან ერთად ყოფნა სხვა რამეა კიდე. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდები გახვევიან თავს. აი შენი ცხოვრების მთავარი ამბავი მაინც, აი რა არის? ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი. მთავარი ამბავი არის ის, რომ ოჯახი მყავს. მთავარი ამბავი არის ის, რომ პროფესიას, რომელსაც ვემსახურებოდი და დღესაც ვარ ამ პროფესიაში, ძალიან მიყვარს. წარმატებული ადამიანი ხარ. ბედნიერებას და წარმატებას გისურვებ მომავალშიც. ეცას. ძალიან დიდი მადლობა გულწრფელი საუბრისთვის, სტუმრობისთვის და მე მაყურებელს ვეტყვი, რომ ჩემი სტუმარი იყო ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე, მე ერთი კვირით გემშვიდობებით, დროებით.